მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია საავტორო გადაცემა ადამიანები განსხვავებული შესაძლებლობებით. მე ვარ მაია ასაკაშვილი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემებია ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, ტერმინის მნიშვნელობა, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ტურისტული სააგენტოები, არის თუ არა ინკლუზიური ტურიზმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილი. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია პარსას წარმომადგენელი ქალბატონი ელზა მანჯაფარაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ელზა. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე შეგახსენებთ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომრებს 242 1003. იყავით აქტიურები, დაგვიკავშირდით. თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოში მოგეხსენება ტურიზმის განვითარება ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის აღიარებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური ტურიზმის განვითარება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და არა მარტო მათ ისარგებლონ ამ სერვისით. ინკლუზიური ტურიზმი მთელ მსოფლიოშია განვითარებული. ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არამედ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი, ასაკოვანი ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით მოგზაურობა და ასე შემდეგ. რა მოთხოვნები აქვთ გარემოს მისაწვდომობასთან დაკავშირებით ინკლუზიური ტურიზმის განვითარების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს? რა არის საერთოდ ინკლუზიური ტურიზმი? ქალბატონო ელზა, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით. მე მადლობთ ქალბატონო მაია. მე მოკლედ გეტყვით, რატომ მე კი ვარ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ ჩემს ადგილზე ახლა ამ წუთას უნდა ყოფილიყო. დღეს გადაცემაში უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად თქვენი წარმომადგენელი, თქვენი შვილი ლევან არეშიძე, მაგრამ სამწუხაროდ დღეს შეუძლოდ გახდა და ვერ მოვიდა. დიახ, აი მაგის თქმა მინდოდა, თორე ლევანი ჩემზე უკეთესად იტყო და ამ ყველაფერს, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე 2 წელია რაც ვართ ჩართულები. მე როგორც მშობელი 25 წელია ზრდი ჩემ შვილს და მოვნახეთ აი ჩემი შვილისთვის, რომელიც არის ეტლით მოსარგებლე, მე მოვნახე აი ესეთი გზა, რომ სახლიდან გაუსვლელად რა შეიძლება გავაკეთოთ და ვასწავლეთ ცოტა ინგლისური იმისათვის, რომ თქვათ ტურისტები და ჩავერთოთ აი ამ პროექტში, რომ მოვიზიდოთ ტურისტები და მე ახლა გეტყვით რა პროექტია, თუ შეიძლება მსმენელს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პროექტის თავზე. დიახ, ეს არის ინკლუზიური ტურიზმი ყველასათვის. ეს ევროკავშირმა დააფინანსა, ეს არის ენატის ჯგუფმა გააკეთა ეს მათი ხელშეწყობით, რომ აი პლაკატიც მოვიტანე ახლა და აი ამ პლაკატზე როგორ არიან, როგორ სეირნობენ ლევანი და მისი მეგობარი გოგონა და მარტო ეტლით მოსარგებლე და თქვათ გოგონას აქვს სმენის პრობლემა, მხოლოდ ისინი კი არა, ყველა შეუძლია რომ მიიღოს ამ ინკლუზიურ ტურიზმში ესა მონაწილეობა და თვითონაც ისარგებლოს. სახელმწიფო დაკვეთა იყო და 1-2 თვის უკან მეც ვიყავი ამ პროექტში და ლევანი იყო როგორც ექსპერტი და მოვიარეთ 3 რეგიონი, ეს იყო სიღნაღი, თელავი და ყვარელი, სადაც ესე იგი შევარჩიეთ ისეთი ობიექტები, სასტუმროები, კულტურული ძეგლები, კაფე, რესტორნები, 2დღიანი ტურები დაიწერა და თავისუფლად შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაისვენოს კახეთის რეგიონში. სასიამოვნო ინფორმაცია, დიდი მადლობა. ქალბატონო ელზა, არის თუ არა ინკლუზიური ტურიზმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი? ყველა ადამიანს მიუხედავად ფიზიკური ან სხვა სახის შეზღუდვისა, უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების და ტურისტული მომსახურების სარგებლობის თანაბარი უფლება. ამ უფლებას აღიარებს გაეროს გენერალური ასამბლეის 2006 წლის 13 დეკემბერს მიღებული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელსაც ხელი მოაწერა 140 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? როგორია სტატისტიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური მაჩვენებლები? არსებობს მცდარი მოსაზრება საზოგადოებაში, რომ თითქოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით ძალიან ცოტას მოგზაურობენ, თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტურისტული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი ინკლუზიურ ტურიზმს უკავია. რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით? დიახ, მე ისევ განმეორდები, რომ არსებობს მცდარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით ცოტას მოგზაურობენ, თუმცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტურისტული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი ინკლუზიურ ტურიზმს უკავია. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში შეზღუდული შესაძლებლობისა და დაქვეითებული მობილურობის მქონე ადამიანები წლიურად საშუალოდ $13.6 მილიარდ ხარჯავენ ტურიზმზე. დიდ ბრიტანეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 10 მილიონი ადამიანის მიერ ტურისტული მოსახლეობის შესყიდვის წლიური მაჩვენებელი 80 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება. ავსტრალიაში ეროვნულ დონეზე ჩატარებული ვიზიტორთა კვლევით გამოვლინდა, რომ ინკლუზიური ტურიზმის საერთო ტურისტული ბაზრის 11% შეადგენს. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ელზა, რა აუცილებელ პირობებს უნდა ითვალისწინებდეს ადაპტირებული გარემო ინკლუზიური ტურიზმის განვითარების აუცილებელ პირობას უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული გარემო წარმოადგენს? დიახ, მოგახსენებთ, მადლობთ, მაქსიმალურად უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებელთა შეუფერხებელი გადაადგილებისა და მათი საჭიროებების შესაბამისი სერვისების არსებობის შესახებ. მომხმარებელს აწვდიდნენ სრულ და ზუსტ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ტურისტული გარემოსა და კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული ტურისტული ობიექტებისა და სერვისების შესახებ. მაგალითად, სასტუმროები უნდა უზრუნველყოფდნენ გარე და შიდა პერიმეტრზე, მაგალითად, პანდუსი, ლიფტი, დამხმარე პერსონალი, წარწერები ბრაილის შრიფტით და ასე შემდეგ. ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებელთა შეუფერხებელ გადაადგილებას, მათ შორის ოთახების სველი წერტილების, მიმღების სასტუმროს დერეფნის, დასასვენებელი დარბაზების, საცურაო აუზის, სპორტული დარბაზის, საპარკინგი ადგილის, შენობაში განთავსებული ლიფტების თავისუფალ და დაუბრკოლებულ გამოყენების საშუალებას. სასტუმროებში არსებული შიდა და გარე საცურაო აუზები უნდა უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთა უსაფრთხო და კომფორტულ ხელმისაწვდომობას სპეციალური დამხმარე აღჭურვილობების გამოყენებით. სატრანსპორტო მაგალითად მომსახურებას მათი სპეციალური საჭიროების გათვალისწინებით. ტრანსპორტი, საჰაერო, სარკინიგზო და შიდა საქალაქო ტრანსპორტის სამსახურები უნდა უზრუნველყოფდნენ ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებელთა უსაფრთხო გადაადგილებას. ეს მთავარია, მე ასე მიმაჩნია. რეგიონებთან მიმართებაში კიდევ ხომ არ დაამატებდით, რა მდგომარეობა იყო, თქვენ თვითონ იყავით გასულები რეგიონში თქვენ შვილთან ერთად და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით რა სიტუაცია? იცით რა, მოიძებნა ისეთი სასტუმროები, სადაც შეიძლება და თქვათ კულტურული ძეგლები, სადამდენაც შეიძლება მისვლა. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ თვითონ იმ სასტუმროების მეპატრონე ეხლა კულტურულ ძეგლებს ვერ გადააკეთებენ, მაგრამ სასტუმროებზე, ესე იგი, ჩავატარეთ ტრენინგები და მარტო კახეთში კი არა, ჩვენ ანაკლიაშიც ვიყავით და იქაც ლევანი და თავისმა მეგობარმა გოგონამ მაკამ ჩაატარა იქ ტრენინგი იმის თაობაზე, რომ რამდენად საჭირო არის ყველა სასტუმროში, ყველას თუ არა, თქვათ, თვითონ ის გავაგებინეთ არსი, რატომ უნდა იყოს, თქვათ, პანდუსი, ან თუნდაც იმ შენობაში თუნდაც ერთი ოთახი იყოს ადაპტირებული. ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, რომ გარემო იყოს ადაპტირებული და მორგებული ყველა ადამიანის საჭიროებაზე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ელზა, ჩვენ დროებით გავდივართ ძვირფასო რადიო მსმენელებო ეთერიდან სარეკლამო ჭრა ეთერში და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად.
ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ სტომართან ერთად ჩვენი გადაცემის თემა შეგახსენებთ კვლავ ინკლუზიური ტურიზმის განვითარება საქართველოში. ჩვენი გადაცემის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია პარსას წარმომადგენელი ქალბატონი ელზა მანჯაფარაშვილი. ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომრებს 242 1003. დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში, დაგვირეკეთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქალბატონო ელზა, ჩვენ საუბრობდით უნივერსალური დიზაინის თაობაზე. რა იგულისხმება ამ ტერმინში? რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ტურისტული სააგენტოები, სამსახურები, მომსახურების სფეროს სერვისები, ეფექტური მომსახურებისთვის? რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით? გმადლობთ, ესე იგი უნივერსალური დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებს, ასაკოვან ადამიანებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაური ოჯახები. მაგალითად, ტურისტული სააგენტოები მაქსიმალურად უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებელთა შეუფერხებელი გადაადგილებისა და მათი საჭიროებების შესაბამისი სერვისების არსებობის შესახებ. მომხმარებელს აწვდიდნენ სრულ და ზუსტ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ტურისტული გარემოსა და კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული ტურისტული ობიექტებისა და სერვისების შესახებ. სასტუმროები უნდა უზრუნველყოფდნენ სასტუმროს გარე და შიდა პერიმეტრზე ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებელთა შეუფერხებელ გადაადგილებას, მათ შორის გარე და შიდა პანდუსები, ლიფტი, დამხმარე პერსონალი, წარწერები, ბრაილის შრიფტი და ასე შემდეგ. უზრუნველყოფდნენ კონკრეტული მომხმარებლის სატრანსპორტო მომსახურებას, მათი სპეციალური საჭიროების გათვალისწინებით. ტრანსპორტი, საჰაერო, სარკინიგზო და შიდა საქალაქო ტრანსპორტის სამსახურები უნდა უზრუნველყოფდნენ ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებელთა უსაფრთხო გადაადგილებას და ეს არის უნივერსალური დიზაინი. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, უნივერსალური დიზაინი ეს არის სოციალური ინტეგრაცია საზოგადოების თითოეული ჯგუფისადმი, რომელიც გათვლილი უნდა იყოს თითოეული ინდივიდის საჭიროებიდან გამომდინარე. და უნდა უზრუნველყოფდეს უნივერსალური დიზაინი, ამ დიზაინის სამართლიან გამოყენებას, რომელიც ბარიერს არ შეუქმნის მომხმარებელთა არც ერთ ჯგუფს და არ მოახდენს მათ სტიგმატიზაციას. ქალბატონო ელზა, რას გვეტყოდით ურთიერთობის ეთიკის შესახებ? ტერმინები, რომელსაც საუბარში ვიყენებთ, ზოგ შემთხვევაში გამოხატავენ არა მხოლოდ ჩვენს დამოკიდებულებას, არამედ ასახავენ გავრცელებულ სტერეოტიპებსაც. აღიარებულია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი, რომლის გადალახვაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უწევთ, ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება, მკაცრი დამოკიდებულება, რასაც არაერთხელ შევსწრები ვართ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის ალბათ თქვენს, როდესაც გადიხართ საზოგადოებაში თქვენ შვილთან ერთად. რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მშობელი, რა მესიჯს მისცემდით საზოგადოებას? იცით, მე ეს ერთადერთი შვილი მყავს და უბრალოდ გეტყვით, რომ ძალიან ბევრჯერ მტკენია გული. ძალიან ბევრჯერ, სულ პატარა რომ ხელში მეკავა თქვა 3 წლის და რო ვთქვიათ, რატო გიკავია ეს 3 წლის ბავშვი ხელში? ყოველთვის ხარ იმის ხასიათზე ან იმაზე, რომ ყველას გასცე პასუხი, რატო? ზოგჯერ ბრაზდებოდი, ნერვიულობდი, მოვდიოდი სახლში, ვტიროდი, მაგრამ ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ ნერვიულებ, შეგიძლია არ გასცე ამას პასუხი და მაქსიმალურად ვეცადე, რომ მაქსიმალურად ეს წლები, ახლა ლევანი უკვე 25 წლის ხდება და რომ არ მიმექცია ამისთვის ყურადღება, თუმცა იცოდეთ, რომ ყველა დედას, აბსოლუტურად ყველა დედას ძალიან სტკივა ეს თემა. მე პირადად წყობიდან არასოდეს არ გამოსულ ვარ. იმ პერიოდში მე ეს უკვე გადავლახე დიდი ხნის უკან, მე უბრალოდ ვეტყოდი იმ ადამიანებს, რომ მივიღოთ ისინი, როგორებიც არიან. ყველას ვთხოვ, საზოგადოებას. კიდე რა ვიცი, რა შემიძლია დავამატო ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი. ძალიან მიჭირს, მე არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, სიმართლე რო გითხრათ.
ვაკეთოთ საქმე, აი ყოველთვის ესე. დიდი მადლობა. ქალბატონო ელზა, ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას ინკლუზიურ ტურიზმთან დაკავშირებით. უნივერსალური დიზაინი ვახსენეთ ჩვენ ცოტა ხნის წინათ. ანუ ინკლუზიური ტურიზმის რამდენადაც ცნობილია არასამთავრობო ორგანიზაცია პარსამ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით შეიმუშავა და გამოსცა უნივერსალური დიზაინის სახელმძღვანელო. რა საკითხებს მოიცავს ეს სახელმძღვანელო? დიახ, ახლა მოგახსენებთ, ეს სახელმძღვანელო ძალიან კარგი სახელმძღვანელოა სხვათა შორის. ეს არის უნივერსალური დიზაინის შესავალი ნაწილი, უნივერსალური დიზაინის ისტორიული მიმოხილვა, უნივერსალური დიზაინის პრინციპები, უნივერსალური დიზაინის სარგებლობა და მისი გამოყენება ინკლუზიურ ტურიზმში, ინკლუზიური ტურიზმის ხარჯ-ეფექტურობა, სამიზნე ჯგუფები, რომელთა თვისაც სარგებლობა მოაქვს უნივერსალურ დიზაინსა და ინკლუზიურ ტურიზმს, გარემოს მოწყობის საკითხები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სანაპიროები და ასე შემდეგ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პირადი ტრანსპორტირები, მაგალითად პარკინგი, გარესივრცის მისაწვდომობა და ბილიკები, შესასვლელები, მრავალსართულიანი შენობების მისაწვდომობა, საფირფარეშოები, ოთახები, განთავსება, სასტუმროს მომსახურება, ნიშნები, ინფორმაცია, დენის წყარო, ელექტროჩამრთველები, ამომრთველები, იატაკი, საკვები, სასმელი, გართობა, საკანონმდებლო ბაზა, საქართველოს კანონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია. აი ეს შემიძლია გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ელზა, რა პერსპექტივები აქვს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას საქართველოში? რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით? დიახ, აი მოგახსენებთ, რომ დღეს, როდესაც ტურიზმის საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის აღიარებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საფუძველი ჩაეყაროს ინკლუზიურ ტურიზმს. თუმცა აი ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა მქონე პირთა საჭიროებათა გათვალისწინებით ადაპტირებული გარემო. მხოლოდ რამოდენიმე საერთაშორისო ქსელში შემავალ სასტუმროს შეუძლია მიიღოს ეტლით მოსარგებლე პირი, ხოლო საქალაქო ტრანსპორტით, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სარგებლობა მათთვის ფაქტიურად შეუძლებელია. დღეს პრაქტიკულად არ გვყავს ჟესტური ენის მცოდნე გიდები, უსინათლოებისათვის საჭირი ხმოვანი მასალები ამა თუ იმ ტურისტული ობიექტის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის ნაკლებობა. აი ამის თქმა შემიძლია ესე ხმამაღლად. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ცოტა ხნის წინათ საუბრობდით დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიაზე. მე მინდა მსმენელს მივაწოდო ინფორმაცია, მოკლე ისტორია დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის შესახებ. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვალიდობის სრულიად განსხვავებულ ხედვას ჩაეყარა საფუძველი. ამ ხედვას შემდგომში დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია ეწოდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინვალიდობისადმი ახალი იდეოლოგიისა და მიდგომების დამკვიდრებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია მსოფლიო საზოგადოებას დაეხმარა, შესაძლებლობათა შეზღუდვა სრულიად ახალი კუთხით დაენახა და გაეცნო. მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხს იკიდებდა ინვალიდობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე მიმართული მოძრაობა, რომელსაც სათავეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ედ რობერტსი, ჯუდი კიუმანი, ვაით ბლენკი და ჯასტინ დარტი ედგნენ. სწორედაც რომ ედ რობერტსმა და მისმა მეგობრებმა შეცვალეს მაშინდელი სამყარო და მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცეს, თუ რამდენად ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობა.
მათი მიზანმიმართული მოქმედებებისა და პირადი აქტივობის ხარჯზე დისკრიმინაციულ გარემოში შეძლეს საკუთარი სათქმელის დაფიქსირება და თვითდამკვიდრება, რითიც დაეხმარნენ ძალიან ბევრ ინვალიდობის მქონე ადამიანს, რათა ნაკლებად დისკრიმინაციულ გარემოში ეცხოვრათ. მსოფლმხედველობა, რომელიც მათ გააჩნდათ, იყო ძალიან მარტივი და ორიგინალური. დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია, ვიდრე მატერიალური საგანი, ამბობდა ედ რობერტსი. სამყაროში არსებობს დამოკიდებულებათა ჯაჭვი, რომელიც სინამდვილეში ადამიანისათვის თავისუფლების უსაფრთხოებას ქმნის. ჩვენ ყველანი გარკვეულწილად ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ჩვენი თავისუფლება იზღუდება. პირიქით, ჩვენი პროფესიული ცოდნით ხელს ვუწყობთ ერთმანეთის დამოუკიდებლობის კოეფიციენტის ზრდას და იყო დამოუკიდებელი ნიშნავს სხვის დამოუკიდებლობასაც უწყობდე ხელს. დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამოუწურავი პოტენციალის პროპაგანდასა და იცავს მათ უფლებებს. სამყაროში, სადაც თითოეული ადამიანი დამოკიდებულია როგორც საკუთარ, ასევე სხვის ნიჭიერებასა და ცოდნაზე ცხოვრება უფრო ადვილი და კომფორტული ხდება. მაგალითად, ნებისმიერი ჩვენგანი დამოკიდებულია ენერგეტიკოსებზე და ენერგოსისტემის წყობრიდან გამოსვლამ შესაძლოა ჩვენი ქმედუნარიანობის პარალიზებაც გამოიწვიოს. თითოეული ადამიანი დამოკიდებულია მაგალითად, შამპონის სხვა ჰიგიენური საშუალებების წარმოებაზე ამ პროდუქტების ნაკლებობის შემთხვევაში და მისი მოკლების შემთხვევაში ჩვენი შემართება შესაძლოა საკმაოდ დაეცეს და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას გარკვეული დისკომფორტი ვიგრძნოთ. ასე შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს, რეალობა კი ერთია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნდეს რაიმე ნიჭი და მისი სწორად განვითარება ჩვენი ცხოვრების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება სრულ წარმოდგენებისა და სტერეოტიპების საფუძველზე ვინმეს ვრიყავდეთ და ვერ ვაფასებდეთ. ეს იქნება კბილის ჯაგრისი, ფეხსაცმელი, სამოსი და სხვა მსგავსი ნივთები არის ჩვენი დამხმარე საშუალებანი, რომლებიც გვივითარებს თავისუფლების შეგრძნებას, გვმატებს თვითდაჯერებულობას და გვიქმნის იმ კომფორტს, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ასეა ინვალიდობის მქონე ადამიანის შემთხვევაშიც. განსხვავება კი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს სხვაზე მეტი დამხმარე საშუალებების საჭიროება გააჩნდეს. მაგალითად, ადამიანს, რომელიც ვერ დადის, სჭირდება ეტლი, რაც მისთვის დაახლოებით იგივე დატვირთვას ატარებს, რასაც ფეხსაცმელი ინვალიდობის არ მქონე ადამიანისთვის. სმენა დაქვეითებულ ადამიანს კი სჭირდება სპეციალური სასმენი აპარატი და ასე შემდეგ. რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიები და მიღწევები იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი გათვალისწინებისა და დანერგვის შემთხვევაში ინვალიდობის მქონე პირთა თავისუფლების კოეფიციენტმა მკვეთრად აიწიოს და გაუთანაბრდეს საზოგადოების დანარჩენი წევრების თავისუფლების კოეფიციენტს. გარემოს კეთილმოწყობა, სამოქალაქო ტრანსპორტისა და საკომუნიკაციო საშუალებების ათვისება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დამხმარე საშუალებებით ეტლი, ხელჯოხი, ბრაილი, შრიფტი, სასმენი აპარატები და სხვა მომარაგება მაქსიმალურად ხსნის ინვალიდობის პრობლემურობას და ინვალიდობის მქონე პირის საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან წევრად ქცევის საშუალებას აძლევს. ჩვენ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ცოტა ხანში დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ახლა სარეკლამო ჭრა პირდაპირ ეთერში და ცოტა ხანში დავბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენს სტუმართან ერთად. მე შეგახსენებთ ისევ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომრებს 240-1003. ჩვენ საუბრობდით ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში. ამავე დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია წინ წამოვწიოთ ასევე საკითხი შესაძლებლობათა შეზღუდვის სამედიცინო მოდელიდან ჩვენ გადავდივართ ქალბატონო ელსა სოციალურ მოდელზე.
თქვენ როგორც მშობელი, რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით? სამედიცინო მოდელი, როგორც ვიცით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს განიხილავს, როგორც მოიაზრებს, როგორც უძლურს ავადმყოფს, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია და თქვენი შვილის მაგალითზე ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს და მათი შესაძლებლობები არის განუსაზღვრელი. რა გზა გაიარეთ და რას მეტყოდით, რას ურჩევდით როგორც საზოგადოებას, ასევე სხვა მშობლებს, რომლებიც თქვათ, როგორ თქვა, ასე ისე არ აქტიურობენ და არც საზოგადოებაში აჩენენ თავიანთ შვილებს და გონიათ, რომ ზედმეტი მზრუნველობით, პირიქით უფრო მეტად ზღუდავენ ზოგ შემთხვევაში მათ უფლებებს. მადლობთ, მოგახსენებთ, რომ ესე იგი დიდი ხნის წინ დაახლოებით, უბრალოდ 24 წლის უკან დავრჩი მარტო პატარა ბავშვთან ერთად და ექიმი მეუბნება, რომ აქვს ბავშვთა ცერებრალური დამბლა. მე თვითონ მედიცინის მუშაკი ვარ, მაგრამ თვითონ ეს სფერო არ ვიცოდი. დავიწყე კითხვა, მოკლედ ეს ყველაფერი. მე ვნახე, რომ ლევანის თქვათ ეს მოტორიკა ძალიან ცუდად განვითარებული, მაგრამ მეტყველება და აზროვნება იყო საღი. დავიწყე მუშაობა, მარტო. მე-6 კლასში მანამდე სკოლებმა არ მიგვიღეს, არც ერთმა სკოლამ არ მიგვიღო, რომელიც ჩემს გარშემო რომელიც სკოლებიც იყო და მე მოხდა ისე, რომ მეათე საჯარო სკოლაში მივედით, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი პროექტი იყო იმ დროს, ეს თუ არ ვცდები, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მეგვიყვანა ჩვენ იქ, სადაც ლევანი დღის ცენტრში დადიოდა და ზუსტად იქ მოხდა ეს იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია თანადგომა, დღესაც არის ეს ორგანიზაცია და ვინც მიკარნახა და მითხრა, რომ რატო უნდა იყოს შიმიშვილი დღის ცენტრში, იქ მარტო საკვირაო სკოლას ვეძახდით, შაბათ-კვირას დავდიოდით ამ არასამთავრობო იმაში და გითხრა, რომ შეიძლება რომ წავიდეს და ისწავლოს შენაშუნოთ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. წავედით ამ სკოლაში, თავიდან ვიჯერქით რესურს ოთახში, მე რაღაცა ეტაპობრივად შევედით კლასებში და დაამთავრა ლევანი ეს მეათე საჯარო სკოლა. აი ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ისეთი სათანადო განათლება ვერ მივეცი ლევანს, იმიტომ რომ პირველი კლასიდან არ ყოფილა იქ ჩავარდნები, ხან არ იყო ტრანსპორტი, ხან არ იყო. იმის თქმა მინდა, რომ თქვათ, რომ ჩვენ უმაღლესი განათლება მიგვეღო სამწუხაროდ ჩემ შვილს ვერ მივეცი უმაღლესი განათლება, მაგრამ მოუძებნით ეს გზა, რომ ლევანი სახლში ზის და აკეთებს ამ თავის საყვარელ საქმეს და გეოგრაფიაც კარგად ისწავლა ამასთან ერთად. რას ურჩევდით სხვა მშობლებს? აი სხვა მშობლებს, იცი რა, თუ კი არის გონება საღი, მე ხა ყველა ბავშვზე ვერ ვიტყვი, თავისუფლად დღეს არის, მაშინ იყო პილოტური სკოლა, 10 პილოტური სკოლა იყო და სკოლა კი მქონდა კორპუსის გვერდით, მაგრამ იქ ვერ წავიყვანე, იმიტომ რომ იმ სკოლამ უარი მითხრა და ამიტომ იწევდა შორს წასვლა და მე დღეს ყველა სკოლას არ აქვს უფლება, რომ არ მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ურჩევდი, რომ სათანადო განათლება მიეცით, თუმცა მეუბნებოდნენ ისე კარგად მახსოვს, აცალე თავისი გასაჭირი ეყოფა, ისე დაცოდვა, მაგრამ მე ამას არ მივაქციე ყურადღება და მაქსიმალურად რაც შემეძლო ის განათლება მივეცი ჩემს შვილს და ყველას მოუწოდე, წადით სკოლაში, მიიღეთ განათლება. ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან მისასალმებელია ის, რომ სამედიცინო სფეროში მიმდინარეობს რეფორმირების პროცესი. ჩვენ გადავდივართ სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე. ინვალიდობის ტრადიციული მიდგომის დროს აქცენტი ადამიანის ფიზიკურ შეზღუდულობასა და ნაკლოვანებაზე კეთდება. ეს ინვალიდობა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში როგორც პრობლემა განიხილება მხოლოდ სამედიცინო ჭრილში და ამიტომ შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე პირის პოტენციალსა და შესაძლებლობებს ამ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ ექცევა, რაც საბოლოო ჯამში მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფს და ამყოფებს დისკრიმინაციულ გარემოში. როდის იძენს ადამიანი ინვალიდობას, ამ კითხვაზე რა თქმა უნდა სამედიცინო და სოციალური მიდგომით მოაზროვნე ადამიანები სრულიად განსხვავებულ პასუხს გაგვცემენ. ტრადიციული მიდგომის თანახმად ინვალიდობის მქონე
არის ადამიანი, რომელიც ვერ დადის, ვერ საუბრობს, ვერ ხედავს, რომელსაც სჭირდება მუდმივი და განსაკუთრებული დახმარება, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ძალისხმევით სურვილებისა და ინტერესების დაკმაყოფილება და შესაბამისად ასეთი ხედვის შემთხვევაში ხაზგასმა ხდება მხოლოდ იმაზე, თუ რა არ შეუძლია ადამიანს, ხოლო ყურადღება იმას, თუ რა შეუძლია, საერთოდ არ ექცევა. ამგვარი მიდგომები და ხედვები კიდევ უფრო ნერგავენ იმ ცრუ რწმენებსა და წარმოდგენებს, სტერეოტიპებს, რომლებიც ქმნიან დისკრიმინაციულ გარემოს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გარიყულ მდგომარეობაში ამყოფებენ. თანამედროვე მოდელის მიხედვით კი ინვალიდობა ნიშნავს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ინსტიტუტების გარემოსა და საზოგადოებრივი აზრის ისეთ ერთობლიობას, რომლის დროსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის თავისუფლების კოეფიციენტი ძალიან დაბალია, როდესაც მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მოახდინოს გარემოში გადაადგილება, როდესაც შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სასურველი განათლება და დასაქმდეს არა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობით, არამედ გარემოს კეთილმოუწყებლობის გამო. როცა საზოგადოებრივი აზრი კი არ იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ხელოვნურად და არაობიექტურად შექმნილი დაბრკოლებებისგან, არამედ პირიქით ამყოფებს მას გაუსაძლის პირობებში და იზოლაციაში. აქედან გამომდინარე ინვალიდობა როგორც პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, მაგრამ იმისთვის რომ გადაიჭრას ეს საკითხები, ადამიანი კი არ უნდა შევცვალოთ და მოვარგოთ გარემოს, არამედ პირიქით უნდა შევცვალოთ და კეთილმოვაწყოთ გარემო და მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის ამაღლება. Ქაბატონო ელზა, თქვენ რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით? Აი, რა როლს უნდა ასრულებდეს ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის მიდგომის თვალსაზრისით მედია? როგორია მედიის როლი? Აი, თქვენ როდესაც უყურებთ ტელევიზორს, უსმენთ რადიო გადაცემას როგორც მშობელი და ამ დროს ხდება ინფორმაციის მიწოდება, რომ ესენი არიან უნარონი, საცოდავების აბრალონი, ასე ეს ხო იწვევს ასეთი ხედვისა და დამოკიდებულების დამკვიდრებას, რომ თითქოს ეს ადამიანები მართლაც უნარონი არიან. იცით ისა, ლევანი პროტესტის ნიშნად ამ დროს გამორთავს ხოლმე ტელევიზორს. პროტესტის ნიშნად და აი, კარგი იყო თვითონ ლევანს გამოეთქვა თავისი მოსასწრება, ეხლა დღეს რომ შეძლებოდა მოსვლა, მაგრამ არა უშავს სხვა დროისთვის, როცა გამოჯამრთელდება აუცილებლად მოვიწვევთ ჩვენს გადაცემაში, რომ მისი მოსასწრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და გარეთ რასაც დღეს ახლა ელექტროეტლი აქვს და თავისუფლად გადაადგილდება და მის სიხარულს საზღვარი არ აქვს და თუ ვინმე უყურეს, ეს მათი პრობლემაა, იტყვის ხომ იყურო რამდენიც უნდათ. ლევანი უკვე გადალახა ეს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თვითონ გადალახავს ბარიერს და ასევე როცა მშობელი, ეს არ იყო თქვენთვისაც ადვილი ამ ბარიერის გადალახვა, ალბათ რაღაც გარკვეული წლების წინ თქვენც იყავით, ასე ვთქვათ, დეპრესიაში, იდექით გზაჯვარედ, ისე ალბათ არ იცოდით როგორ მოქცეულიყავით, მაგრამ გააცნობიერეთ ის, რომ ცრემლი, ასეთი ჩაკეტვა, იზოლაცია, არაფერს არ უშველებს, პირიქით რაც შეიძლება მეტი აქტივობა და ამით თქვენ შეცვალეთ თქვენი თავით და ანუ შეცვალეთ თქვენი შვილის ცხოვრებაც. კი, ნამდვილად გეთანხმებით მას. ძალიან დიდი გმირობის ტოლფასია და მართლაც საამაყოა თქვენი ქმედება და ძალიან მოხარული ვიქნები თუ ამ ყველაფერს სხვა მშობლებიც მოახერხებენ და მოგბაძავენ და ანუ შეძლებენ ამ ყველაფერს. ქაბატონო ელზა, ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც ორ ადამიანს არ შეუძლია ერთნაირად გადალახოს კიბე, მაშინ საჭიროა დაშენდეს ბილიკი, სადაც ადამიანი ნებისმიერი თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას. თუ ადამიანს დაქვეითებული აქვს ხედველობა ან სმენადობა, საჭიროა არსებობდეს ისეთი დამხმარე საშუალებები, რაც უზრუნველყოფს მის ჩართულობას და ეხმარება მას ადაპტაციაში და შესაბამისად იგი აღარ იგრძნობს თავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად. ვინაიდან როგორც აღვნიშნეთ, ადამიანს ინვალიდობა სინამდვილეში ფიზიკური დარღვეულობის ნაცვლად დამაბრკოლებელი ფაქტორები სცენენ. ანუ პრობლემა უფრო საზოგადოების მენტალიტეტშია, ვიდრე თვითონ ამ ადამიანებში. უნდა მოხდეს მკაცრი გამიჯვნა ალბათ ფიზიკურ დარღვეულობასა და იმ სოციალურ სტატუსს შორის, რომელსაც ინვალიდობა ჰქვია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფიზიკურ შეზღუდვაზე, გულისხმობთ კონკრეტული ადამიანის ამა თუ იმ ორგანოს ან სხეულის ნაწილს, რომელიც შეზღუდულია და არა თვით პიროვნებას, ან მის უნარებსა და შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება ამოუწურავი და უსაზღურო იყოს. საჭიროა მხოლოდ ის, რომ ყველა ადამიანს განვითარებისთვის თანაბარი პირობები და
შესაძლებლობების შექმნას, რომ თითოეული ადამიანის საკუთარი ორგანოს ან სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანებისა და შეფერხებული განვითარების გამო არ ჩამოსცილდეს საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებს და მუდამ გრძნობდეს თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. სოციალური მოდელი ასკვნის, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანები, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენი, მუდმივად ყოველთვის როდის საჭიროებენ სამედიცინო დახმარება, შესაბამისად არ შეიძლება ისინი განიხილებოდნენ როგორც სამედიცინო მოხმარების მუდმივი ობიექტი. გაბატონო ელზა, თქვენ როგორც მშობელი ალბათ არ ხართ მომხრე იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ზოგ შემთხვევაში განიხილებიან სიბრალულისა და ქველმოქმედების ობიექტებად, როდესაც ძალიან კარგია ქველმოქმედება, მაგრამ ალბათ არასასურველია, როდესაც რაღაც საჩუქარს მიუტანენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ამას ცრემლმორეული და რაღაცა ასეთი სახით ხდება მედიაში ამის გადაცემა. ალბათ თქვენთვის დამეთანხმებით უფრო მნიშვნელოვანია გარემო მოეწყოს, ანუ პირობების შეიქმნას ამ ადამიანთა შემდგომი პროფესიული გადამზადებისა, რომ მათ შესაძლებლობა მიეცეთ დასაქმდნენ და კუთვნილი ადგილი იპოვონ საზოგადოებაში. რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით? იცით ისა, ლევანი იმდენი იბრძოლა, რომ ეს ადგილი მე მგონი უკვე მოწებნა და ნახა. სხვას კიდე სხვას შეუძლია ისა, სულ ბრძოლაშია, დღემდე ბრძოლაშია ლევანი. მარტო ამ საქმიანობით არა, მე კიდე იმის თქმა მინდა დავამატო, რომ ეს ლევანი კიდე ისეთ კაი პროექტშია ჩართული. ეს არის ილია ჭავჭავაძის დროინდელი ივერია და დროების გაცოცხლება. ფოტოთი გადაღებულ, მე ეს სულ 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ამ საქმეში ჩართული, რომელმაც თვითონ ელიტა არის ერთ-ერთი ჟურნალი, მისი რედაქტორი არის ნუგზარ ჭიაბერაშვილი და დაასაქმე ესენი და ბეჭდავს, ვორდში კრიფავს და ხდება განახლება ამ ისტორიული საქმის. ძალიან და ანაზღაურებაც არის, ვერ ვიტყვი რომ ესა, მაგრამ იცით აი დილა უთენდება ლევანის, რომ უნდა წეროს, უნდა ტურისტები მოიზიდოს და ესე იგი ანუ მოტივაცია გაუჩნდა საქმე აქვს თავისი. ეხლა ის აქვს რომ გარეთ უნდა გასვლა ეს ელექტროეტლიც სახელმწიფო მიცა და მადლობა ყველას ამისთვის და აი ტრანსპორტი არ არის ქალაქში რომ გადავაადგილდეთ სამწუხაროდ. ეს არის მთავარი პრობლემა გარემოს ადაპტირება და ტრანსპორტი. დიახ. ანუ თუ ეს პრობლემა მოგვარდებოდა, ანუ ლევანი თავისუფლად შეძლებდა ქუჩაში გამოსვლას და სამსახურამდე დამოუკიდებლად მისვლას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ელზა. ჩვენ საუბრობდით სოციალურ მოდელზე და ძალიან მისასალმებელია ის, რომ ეს ძვრები ჩვენს ქვეყანაში დაიწყო, რომ არსებობს საპილოტო სკოლები, უკვე პროფესიულ განათლების მიმართულებითაც ინერგება ინკლუზიური განათლება, რასაც ვთქვათ 25 წლის წინათ ჩვენ მშობლებს ოცნებაც არ შეგვეძლო და ეს პროცესები მიმდინარეობს უკვე ჩვენს ქვეყანაში და მართლაც მისასალმებელია და ძალიან კარგი იქნება ასევე თუ ინერგება ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირება. ეხლა ჩვენს ქვეყანაში რაც შედეგად მოიტანს ალბათ იმას, რომ დღის ცენტრის სახელმწიფო პროექტთან ერთად, რომელიც არსებობს და ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, მე ვიტყოდი ჩვენს ქვეყანაში, დაინერგება ალტერნატიული სერვისები ამ ადამიანებისთვის, რომ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს, არის კატეგორია, მაგალითად ყველაზე მძიმე კატეგორია, მე ვიტყოდი ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები, რომელთაც საკუთარი უფლების დაცვაც არ შეუძლიათ და ამ ყველაფერს აკეთებენ მათი მშობლები და ამ ადამიანებისთვის შეიქმნება ისეთი გარემო, რომ ანუ ისინი შეძლებენ სოციალურ ინტეგრაციას, მე ვგულისხმობ ის, რომ ალტერნატიული სერვისები დაინერგება დღის ცენტრთან ერთად, გაიხსნება სახელმწიფო გადამზადების ცენტრები, სადაც ისინი შეძლებენ შეისწავლონ წინარე პროფესიული უნარების, შემდეგ მოხდება მათი პროფესიული გადამზადება, ისევე როგორც ბევრ ცივილურ ქვეყანაში და ისინი ამ გზით შეძლებენ საზოგადოებაში გასვლას და შეიქმნება ყველასთვის თანაბარი პირობები და შესაძლებლობები ამ ადამიანებს ნამდვილად დამეთანხმებით, რომ არ ჭირდებათ ცრემლი და სიბრალული, რა ჭირდებათ მათ და მათ მშობლებს, მხოლოდ გვერდში დგომა, თანადგომა. სიყვარული.
სიყვარული, მათი შესაძლებლობების აღიარება. აი ხა ლევანის შემთხვევაში მოხდა აღიარება მისი პოტენციალის, მისი შესაძლებლობების, რომ ის საჭიროა ყველასთვის და ამიტომ არის ასეთი აქტიური ცხოვრები ცხოვრობს დღეს და მე ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიეცეს ასეთი შესაძლებლობა, როგორც დღეს ლევანს აქვს, რომ მან ყველა მათგანმა თავის შესაძლებლობის ფარგლებში შეძლოს თავისი ნიჭის უნარისა და პოტენციალის გამოვლენა და იცხოვროს ისეთივე აქტიური ცხოვრებით, როგორც დღეს ცხოვრობს ლევანი. თქვენ რას დაამატებდით, ქალბატონო ელზა? რა ვიცი, კიდე სტიმულს მივცემ ჩემ შვილსაც, ამ წუთას ვიცი, რომ ჩემი შვილი მისმენს, ლევან ბევრი გაქედე და კი, აი ძალიან ცოტა მეუხერხულება, მე მგონი გაწითლებულიც ვარ. ხო და რა ვქნა, ეს ჩვენი ცხოვრება, გულწრფელად გითხარით ყველაფერი და ყველას წარმატებას უსურვებ და ფარხმალი არ დაყაროს არც ერთმა მშობელმა. აი თუნდაც ის რომ არიან მე ჩვენს გარშემო იყვნენ ბავშვები, რომელიც აი დედა, ჩემი ლევანი კოსტოლი დედა იძახდა, რომ ისე არ მოკვდეო, რა ჩემმა შვილმა დედა მაინც დამიძახოს, აი წარმოიდგინეთ და აი ისეთი მშობლები გახარებული მენახოს, რაღაცა მოეძებნოს ისეთი, რომ აი უფალი მოწყალია და თვითონ ის მშობელს გაეკეთებინოს ის რაღაცა, რომ გახალისებოდა ცხოვრება და ბედნიერი ყოფილიყო ეს თავის შვილთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. მეც რა თქმა უნდა ვუსურვებდი ამ მშობლებს და ასევე საზოგადოებასაც, რომ ადამიანები მიიღონ და მათმა ოჯახებმაც და მათ შორის საზოგადოებამაც ისეთები, როგორებიც არიან, მათ ჭირდებათ მხოლოდ გვერდში დგომა, თანადგომა, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში, არამც და არამც სრემლი და სიბრალული, მათ ჭირდებათ თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა, როგორც განათლების, ასევე დასაქმების ნებისმიერ სფეროში, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ელზა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი გადაცემა ძვირფასო რადიო მსმენელებო დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ელზა მანჯაფარაშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია არსას, რომ ჩვენი ძირითადი თემები იყო და ვისაუბრეთ და განვიხილეთ ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, მისი პერსპექტივები და მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაში და ასევე შესაძლებლობათა შეზღუდვის პრობლემები და შეზღუდვის ფილოსოფია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ რადიო მსმენელებს, რომ ასეთი ინტერესით გვისმენდნენ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე კვლავ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომრებს 242 1003 მოგწერეთ, დაგვიმეგობრდით Facebook-ზე, გვიამბეთ თქვენი პრობლემის შესახებ, წარმატებული მაგალითების შესახებ. ჩვენი გადაცემა შეეცდება პასუხი გასცეს თქვენს ყველა შეკითხვას და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ხუთშაბათამდე დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.